საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ვაჟა-ფშაველას ლექსზე სიმღერა, რომელიც მან პოეტისა და პოეზიის დანიშნულების თემას მიუძღვნა, რაზეც მიგვანიშნებს მისი ფრაზა „ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს“. საერთოდ ვაჟას ასეთი ჩვევა ჰქონდა, იგი ძალიან ბევრ ლექსს ეძახდა სიმღერას, თუმცა თუ დაუკვირდებით შინაარსის მიხედვით ბევრი მათგანი სიმღერა სულაც არ არის. ტკივილითა და მწუხარებით სავსეა, მაგრამ ვაჟას ჰქონდა ასეთი საოცარი თვისება, იგი სიხარულსაც და მწუხარებასაც, ტკივილსაც და ბედნიერებასაც გამოხატავდა ხოლმე სიმღერით. გაგახსენებთ, მან თავისი ერთ-ერთი საკმაოდ სევდიანი ლექსი იას უთხარით ტურფასა სწორედ თავისი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა, როცა იგი გარდაიცვალა, მან სწორედ სიმღერით დაიტირა. ასე რომ ვაჟასთვის სიმღერა არ ნიშნავდა სიმღერას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ასეთ ლექსებში იგი გამოხატავდა ხოლმე თავის ფიქრს, გულისნადებს, ტკივილს, სევდას, სიხარულს, მწუხარებას. სიმღერა სწორედ ასეთი ლექსია. საერთოდ პოეტისა და პოეზიის დანიშნულების თემაზე ქართული ლიტერატურა დიდხანს ფიქრობდა, რადგან ქართულ მწერლობას თითქმის ყოველთვის ყველა ეპოქაში ჰქონდა თავის მხრებზე აღებული ერის ძირითადი ტვირთი და იგი ცდილობდა, რომ ერის წინამძღოლი ყოფილიყო და სწორედ იმ თემებზე ეზრუნა და ესაუბრა, რომლებიც განსაკუთრებით უჭირდა იმდროინდელ ქართულ სამყაროს, იმდროინდელ კულტურას. თვით შუშანიკის წამებაშიც კი იაკობ ხუცეს გააზრებული აქვს, რომ წმინდა შუშანიკის წამება არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის წასაკითხი, გასააზრებელი ან ერთი კონკრეტული ადამიანის საქმე. შენ ჩვენი არა ხოლო დედოფალი იყავო, ეუბნება იგი წმინდა შუშანიკს, არამედ ყველას როგორც შვილებს გვიყურებდიო. ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ აბოს წამებაშიც უმთავრესი სწორედ საქართველოს სატკივარი სასახვა იყო იოანე საბანისტისთვის, ხოლო გიორგი მერჩულე თვითონვე გვეუბნება, რომ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება მან საგანგებო მიზნით დაწერა, რომ მომავალ თაობას სცოდნოდა ასეთი დიდი წმინდანისა და ასეთი დიდი პიროვნების სიცოცხლის შესახებ, როგორიც იყო გრიგოლ ხანძთელი და იმ დიდი დამსახურების შესახებ, რაც მას მიუძღოდა საქართველოს ისტორიაში. იმასაც გაგახსენებთ, რომ ვეფხისტყაოსანში შოთა რუსთაველმა სწორედ პოეზიაზე გამოთქვა თავისი შეხედულება და შაირობის თეორია მან ჩაურთო პროლოგში. ასე რომ ქართული ლიტერატურა თითქმის ყოველთვის ფიქრობდა იმაზე, თუ რა ევალება პოეტს, როგორი კაცი უნდა იყოს პოეტიან და რა მიზნით იქმნება პოეზია და რა დანიშნულება აქვს მას, თვითონ ვაჟა-ფშაველა საოცარ ურთიერთობას, ამას ერთობა უფრო ჰქვია, ვიდრე ურთიერთობა, გრძნობდა თავის ორ დიდ წინამორბედთან. ერთი გახლდათ დავით გურამიშვილი და მეორე შოთა რუსთაველი. თვითონ მიიჩნევდა ვაჟა საკუთარ თავს მათ შთამომავლად და პირდაპირ მიმართავდა ხოლმე შენ ჩემო წინამორბედო, უძვირფასესო პაპაო. შენს აჩრდილს ვიამბორები ლექსიც რამ დამიჩხაპაო. ასე რომ თავის ნამდვილ პაპად იგი სწორედ დავით გურამიშვილს თვლიდა უძვირფასეს პაპად, რადგან ცნობილია, რომ სულიერი ერთობა, სულიერი სიახლოვე ადამიანთან გაცილებით უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი სიახლოვეა, ვიდრე ხორციელი. ხოლო როცა იგი ლექსებს ქმნიდა, პირდაპირ ყურში ჩაგვესმის მისი ეს თხოვნა, მიშველეთ შენ და შოთამა გოსნობა გამიძრახაო, მაშინ თქვენ ნათელ სახებს მეც პირნათლად ავნახაო. ანუ იგი სთხოვს ამითი დავით გურამიშვილს, რომ უშველონ მან და შოთამ და ასეთ შემთხვევაში იგი არა მარტო ამ ქვეყნად დატოვებს კარგი პოეზიის ნიმუშებს, არამედ იმ ქვეყნათაც როცა მივა, ნათლად, ნათელი პირით, ნათელი გულით წარდგება თავისი წინაპრების წინაშე და არ შერცხვება, რომ მათთან ერთად დადგეს და თავი თვითონაც პოეტად წარადგინოს უფლის წინაშე, იმ პოეტად, რომელიც აგრძელებდა შოთასა და დავითის გზას. ამიტომაც სულ არ იყო შემთხვევითი, მან ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს ასეთი მიძღვნა, რომ გაუკეთა აი ამ ლექსს სიმღერა, რადგან ამით გვითხრა, რომ პოეტი უპირველეს ყოვლისა სწორედ იმ ხაზს უნდა გრძნობდეს და აღიქვამდეს, რომელიც მას როგორც პოეტს უფალმა უბოძა, რადგან მის წინ არიან
დიდი პოეტები თვითონ მოდის სადღაც ამ მწკრივში და მის შემდეგაც უნდა პოეტებმა გააგრძელონ გზა, ამიტომ პოეტიკაცი განსაკუთრებულ ვალდებულებას თუ განსაკუთრებულ სიმძიმეს უნდა გრძნობდეს, პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს წინმავალი თუ უკანმავალი ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ ქვეყნიდან პოეტებად წავიდნენ და რომელთა სახელით შთამომავლობას დარჩა როგორც დიდი და ნათელი მაგალითები ღირსეული ქართველებისა. ვაჟას ძალიან საინტერესო დამოკიდებულება აქვს პოეზიასთან, პოეტთან და პირველი, რასაც იგი გვეუბნება, რაც თითქოს მანამდე პოეზიაში ასე არ ყოფილა ასე აშკარად ნათქვამი, გახლავთ რომ პოეტი მას მიაჩნია ყველაზე დიდარ კაცად ცისქვეშეთში. ამისი მიზანი თუ მიზეზი გახლავთ ორივე ის რომ უფალთან არის დაკავშირებული. ანუ მიზანი გახლავთ ის რომ პოეტმა თავისი ერი უნდა უფლისაკენ ატაროს და ამის გამოა ის მდიდარი კაცი, ხოლო მიზეზი გახლავთ ის რომ იგი ნამდვილი უფლის შვილია, რადგან პოეტური ნიჭი მას ღვთისაგან აქვს მიღებული და შესაბამისად თუ კი იგი ღვთისგან რჩეული არ იქნებოდა ამ ნიჭს ვერ მოიხმარდა და ეს ნიჭი უბრალოდ მას არ ექნებოდა. ამიტომაც ლექსი პირველ რიგში სწორედ იმ სიმდიდრეს გვიჩვენებს და იმ სიმდიდრის ასახვა, რომელიც ერგუნა ვაჟას როგორც პოეტს და შემდგომში უკვე ის პასუხისმგებლობა შემოდის ლექსში, რომელიც მას როგორც პოეტს დაეკისრა, რადგან ადამიანს როცა ეძლევა რაღაცა, ამავე დროს პასუხისმგებლობის გრძნობაც უნდა ჰქონდეს, რომ ის მიცემული ღირსეულად შეასრულოს და მიცემული მადლისათვის უფალთან ღირსეულად წარდგეს. ამიტომ ვაჟა ჩამოთვლის იმ მოვალეობებს, რომლებიც მას როგორც პოეტს დაეკისრა, როცა ასეთი სიმდიდრე უბოძა მას ღმერთმა და როცა ყველა სხვა ადამიანისაგან იმით გამოარჩია, რომ პოეტად მოავლინა ამ ქვეყანაზე. გავეცნოთ ლექსს, რადგან მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ვაჟა-ფშაველა თავიდანვე შენიშნავს, რომ ის შეიძლება მატერიალურად უღარიბესი კაცი იყოს. ფიზიკურათაც მაინც და მაინც კარგად ვერ გამოიყურებოდეს. მაგრამ ეს არაფერია. პოეტზე ლამაზი და პოეტზე მდიდარი კაცი მისი აზრით ცისქვეშეთში არ არსებობს. არც რა ტანთ მცვია, არც ფეხთა, დავდივარ დედიშობილა. მეც იმათ ჯოგიდამავარ, ვინც სიღარიბით ცნობილა. ამ წუთი სოფლის თორნეში ბევრი სხვა გამოცხობილა. ჩემს გარდა ასეთ ყოფაში მრავალი სხვაცა ყოფილა. ყველას სამარე მოგველის, ვინც დედის მუცლით შობილა. ანუ როგორც ხედავთ, უპირველეს ყოვლისა, ვაჟა სწორედ იმას გამოკვეთს, რომ იგი თვითონ უღარიბესია და საზოგადოების იმ ფენას ეკუთვნის, რომელიც ცნობილია თავისი სიღარიბით, იგი გარეგნულად, როგორც კაცი არავისგან გამოირჩევა პირიქით, ის ამბობს, რომ ამ წუთი სოფლის თონეშიო, ჩემნაირი პური, შეიძლება კუტი პურიც კი ვიგულისხმოთ, აი იმ ტონის მიხედვით, რომელსაც იგი ამბობს, ბევრი გამოცხობილაო, ანუ არაფრით იგი სხვისაგან თითქოს არ გამოირჩევა და ასეთ ყოფაში მრავალი სხვაცა ყოფილა და ისიც ძალიან კარგად ესმის მას, რომ ჩვეულებრივ მოკვდავად დაიბადა ამ ქვეყნად და მასაც მიელის სამარე ისე როგორც ყველას, ანუ ვაჟა არ ეთამაშება სიკვდილს და რახან პოეტია არ თვლის, რომ ამის გამო მას ყველა პრობლემა მოგვარებული აქვს, მატერიალური თუ ფიზიკური. იგი თვლის, რომ არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი კაცი, მისი განსაკუთრებულობა სხეულებრივით და მატერიალურით არ გამოთქმება და არ გამოიხატება. მისი განსაკუთრებულობა არის სწორედ სულიერება. მისი სიმდიდრეც არის სწორედ ის სულიერი ფასეულობა, რომლის შესახებაც იგი აი ლექსის მეორე ნაწილიდან დაიწყებს საუბარს. საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი, თავი მდიდარი მგონია. ისეთი თქვენმა ძმობამა ჯერ არ ვის გაუგონია. ალბათ ხვდებით, რომ აი აქ თქვენმა ძმობამ არის ფიცის ფორმულა. ვაჟა ძმობას გვეფიცება, რომ მას ასეთი, ანუ თქვენს ძმობას ვფიცავ. ამას გულისხმობს, რომ ასეთი მდიდარი კაცი, როგორიც თვითონ არის, არ ეგულება არავინ და როცა ჩამოთვლის ვაჟა თუ რატომ არის იგი მდიდარი და რა არის მისი, განსაკუთრებით კარგად დავრწმუნდებით, როგორი თვალი ჰქონდა ვაჟას, როგორი გული და როგორ აღიქვამდა იგი ირგვლივ არსებულ სამყაროს. მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა, მთაში მთა, ბარად ბარია, ზღვა და ხმელეთი ერთიან ცას, ვარსკვლავების ჯარია.
დილით მზე მანათობელი, ღამით გუშაგი მთვარია, დიდარ ციმდიდრით ღიღინი, ბეჩავ თქვითინი მწარია, ავდარი ჟინჟღლით ცისქცევა, ცამოწმენდილი დარია, დილით გაფურჩქნა ვარდისა მთელი იმისი გვარია, ია უღრანს ტყეს მოსული, თალხკაბა ენამტკბარია, კლდის თავს გაშლილი პირიმზე მთის სასახელო ქალია, მარგალიტივით მდელოზე ბრჭყვიალა დილის ცვარია, ზამთრის ზვავების ქუხილი, გაზაფხულს წვიმის ზღვარია, იქ ჯოჯოხეთი სამოთხის თუ დამიკეტეს კარია. როგორც ხედავთ, ყველაფერი რაც გარშემოა, მთა, ბალახი, ყვავილი, ცა, ვარსკვლავი, პირიმზე როგორც სილამაზის ნიმუში და ასევე ვთქვათ, უფსკრული თუ სხვა რამ, მარგალიტივით აბჭყვიალებული ნამი, მდელოზე და ამავე დროს ზვავების ქუხილი, ყველაფერი ვაჟასია. რა აძლევს მას ამხელა სიმდიდრეს? აძლევს ის განსაკუთრებული თვალი და განსაკუთრებული გული, რომელიც უფლისაგან ებოძა როგორც პოეტს. იგი იმიტომ არის ასეთი მდიდარი, რომ ამ ყველაფერს სხვა თვალით ხედავს. მართლაც ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ისმენს თალხკაბა ენამტკბარი იაყვავილის ლაპარაკს. ვაჟასთვის ის გასაგებია. ვაჟასთვის ის ტკბილ ენაზე საუბრობს და მას ესმის ამითი ყური უტკბება. ანდა მთის სასახელო ქალი კლდის თავს გაშლილი პირიმზე. მისთვის ის არის ულამაზესი ქალი, რომელიც მთიდან უღიმის მას და ამიტომ სულ სხვანაირი სიცოცხლე შემოაქვს ვაჟასათვის და ვაჟა ხედავს ამ ყველაფერს ისე, რომ მისთვის უკვე სიკვდილიც არაფერია. მას უკვე ძალიან უადვილდება ყოველივე. ამიტომაც ამბობს, ჯოჯოხეთი ხომ მაინც არსად გამექცევა, სამოთხის კარი თუ დამიკეტესო. თუმცა მკითხველისთვის არის ნათელი, რომ ასეთ ადამიანს არავინ დაუკეტავს სამოთხის კარს. ასეთი ადამიანი სწორედ იმისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე, რომ ჩვენთვისაც ესწავლებინა სამოთხის გზა, არათუ მას ვინმე გადაჰკიდებოდა უფლის ანგელოზი თუ უფალი, მას პირველ რიგში შეუშვებენ სამოთხეში და არავითარ შემთხვევაში დაუკეტავენ კარს, მაგრამ ვაჟა თვითონაც ამბობს, იგი როცა ასეთი ბედნიერია, როცა მას ასეთი თვალი არ გუნა უფალმა, მას შეუძლია ძალიან მშვიდად, წყნარად გარდაიცვალოს, რადგან ეს გარდაცვალებაც მისთვის ნამდვილად არ იქნება საშიში და იგი შეძლებს, რომ სამოთხეშიც ღირსეულ კაცად წარდგეს, იქაც ყველაფერი სხვანაირად დაინახოს. აი ეს სიმდიდრე, როგორც საუბრის დასაწყისშივე გითხარით, ვაჟას გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. რადგან უფალმა იგი ასეთ მდიდარ კაცად შექმნა, ასეთი მდიდარი გონების, გულის, თვალის კაცად, ამიტომ მას უკვე აქვს არა ის ყური, რომელიც გარეგნულად ჩანს, არამედ ყური გულისა. მას აქვს არა ის თვალი, რომელიც ჩვეულებრივად იყურება, არამედ თვალი გულიდან მხედველი. მას აქვს არა რიგითი გონება, არამედ გონება, რომელიც უფლისას ჭვრეტს და უფლისაკენ მიდის. ანუ სწორედ ის, რის გამოც მას მოიწონებს უფალი, რადგან უფალი სწორედ ამას უწუნებს ადამიანს, როცა ამბობს, რომ თვალები აქვთ და ვერ ხედვენ. ყურები აქვთ და არ ესმითო, გული აქვთ და არ უმუშავებთ. ვაჟას ეს ყოველივე ჰქონდა საოცრად აწყობილ, აწიკწიკებული, ასე რომ ვთქვათ, მუშაობდა მისი ეს ყველაფერი ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივად და უფლება და შესაძლებლობაც ჰქონდა იმისა, რომ ჩვენთვის უბრალო რიგითი ადამიანებისთვის შუამავალი გამხდარიყო ღმერთისაკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ არ ავიწყდება მას ის მოვალეობანიც, რომელიც თვითონ აკისრია. ხარს ვგავარ, ნაიალაღარს, რქით მიწასავ ჩხვერ, ბუბუნებ, ღმერთო. სამშობლო მიცოცხლე მძინარიც ამას ვდუდუნებ, საწყალთ საწყლობა რომ ესმის, იმათ ვარამზე ვწუწუნებ. არც დროს უსაქმოდ არა ვარ, მუდამ კოწიწობ ვჩუჩუნებ. ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები, ბეჩავთაც გაუზიარებ. სიკეთისათვის სიკეთეს არავის დაუგვიანებ, ავის თქმით, ავის ქცევითა, გულს არვის დაუზიანებ. ხარს ვგავარ, ნაიალაღარს, რქით მიწასავ ჩხვერ, ბუბუნებ, ღმერთო. სამშობლო მიცოცხლე მძინარიც ამას ვდუდუნებ. საწყალთ საწყლობა რომ ესმის, იმათ მაგივრად წუწუნებ. ხანდახან ჟინი ამიღებს, სიმღერას დავაგუგუნებ. როგორც ხედავთ,
ვაჟამ საკუთარ თავს ხარი უწოდა. საერთოდ ძალიან საინტერესოა ის თუ წერლები როგორ აღიქვამენ საკუთარ თავს და რა სიმბოლოთი წარდგებიან ხოლმე ისინი უფლის წინაშე. ვაჟა ხარი შემთხვევით არ ყოფილა, რადგან ყველა თქვენგანისთვის ცხადზე ცხადია, რომ იგი ლუკა რაზიკაშვილია და ხარი გახლავთ ლუკა მახარებლის პოეტური სიმბოლო. რადგან სახარების ავტორებიც, ანუ მახარებლები, თავისი სიმბოლური სახეებით მოიაზრებიან და ლუკა მახარებელი სწორედ გამოიხატება ფრესკებზე, ან და იწერება მის შესახებ ხოლმე როგორც ხარის შესახებ, რადგან ხარი არის სიმბოლო ორმაგი მსახურებისა და ლუკა მახარებელს ამიტომ აქვს ეს სიმბოლო წმინდა მამების მიერ მიკუთვნებული. ლუკა რაზიკაშვილიც თავის დიდ სეხნიას ებაძება და ლუკა რაზიკაშვილიც ხარია, ორმაგად მსახურია, რადგან საკუთარი თავისა და სამშობლოს გადარჩენასაც ცდილობს და ნებისმიერ ჩვენგანსაც უფლისაკენ სავალ გზას გვასწავლის. აი სწორედ ისე, როგორც ხარი მსახურობს ორმაგად, ვაჟაც ორმაგად გვემსახურება. იგი ნაიალაღარი ხარია, ანუ ახლად ჩამოსული, ენერგიული, მოსუქებული. ამით გვეუბნება, რომ მთელი ძალღონით იგი ცდილობს თავის მამულს ემსახუროს, როგორც ხარი აჩიჩქნის მიწას და ბუბუნებს თავისთვის გაბრაზებული, როცა მტერი არის სადმე ახლოს ლანდავს აი ამ მტერს და ცდილობს, რომ მის წინ აღდე გიბრძოლოს, სწორედ ასეთია ვაჟა. ვაჟა ცდილობს თავის ქვეყანას სწორედ ნაიალაღარი ხარის ენერგიით ემსახუროს. მეორე, რასაც იგი პოეტს აკისრებს, ეს გახლავთ, რომ საწყალთა, ბეჩავთა შესახებ წეროს, რადგან კარგია მაინცა ბეჩავი შაიწყალეო. ეს არის ვაჟას ლოცვა, რომლითაც იგი უფალს მიმართავდა და რომ მთელი არსებით სჯეროდა, რომ კარგი თავს ყოველთვის გაიტანს, კარგი თავს ყოველთვის მიხედავს. ცოდო არის საწყალი, ბეჩავი და კეთილი ადამიანი სწორედ ბეჩავზე უნდა ზრუნავდეს. ვაჟაც მიიჩნევს, რომ პოეტის მთავარი საქმე სწორედ საწყლებზე, ბეჩავებზე წერა, მათი ნუგეშინის ცემაა. ამიტომაც ბოლოში, როცა გაიმეორა ეს სტრიქონი, უკვე თქვა საწყლობა, რომ ესმის იმათ მაგივრად წუწუნებო. ანუ მისი აზრით პოეზია უნდა იყოს საწყალთა, გაჭირვებულთა ამონათქვამი. მათი სულიდან ამოსული სიტყვა, რომ ამით მათ პრობლემები მოუგვარდეთ და გაუიოლდეთ რაღაცნაირად, რადგან ნათქვამი დარდი დარდს ანახევრებს. არც უსაქმოდ უნდა იყოს პოეტი, მუდამ რაღაცას უნდა აკეთებდეს და თავისი ნამოქმედარი სხვას გამოაყენოს. მუდამ კოწიწო, ჩუჩუნეფო ვაჟა ამბობს და თუ კი რაიმე მაქვს, ბეჩავთაც გაუზიარებ და სიკეთისათვის სიკეთეს არავის დაუგვიანებო. პოეტი დიდი ტაქტითაც უნდა გამოირჩეოდეს, გულს არ ვის დაუზიანებო ის ამბობს, რადგან მით უმეტეს პოეტურად ნათქვამი სიტყვა ძალიან მტკივნეულია ხოლმე. ავის თქმით და ავის ქცევით იგი როგორც კაცი არავის აწყენინებს, მაგრამ ამავე დროს არაფერს იტყვის ცუცაც, რომ ვინმეს გული არ ატკინოს. აი ეს არის ვაჟას აზრით პოეზიის დანიშნულება. იდგეს თავისი სამშობლოს სამსახურში, იდგეს საწყალთა, ბეჩავთა სამსახურში. ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანებს გაუიოლოს ცხოვრება და ადამიანები წაიყვანოს უფლისაკენ სავალ გზაზე. ეს არის ის ესტაფეტა, ასე შეიძლება ითქვას, რომელიც ვაჟამ იმემკვიდრა თავისი დიდი წინაპარი პოეტებისაგან და რომლის გადაცემას მას უნდოდა მომავალი თაობისათვის. თუ დავით გურამიშვილი მისთვის წინაპარი იყო, ძალიან ცნობილია მისი ლექსი გოგლა ლეონიძეს, რომლითაც მან უკვე გიორგი ლეონიძეს მიმართა იმედით, რომ თქვენ დაიჯილავებთ იმ მერანს, ანუ თქვენ მოათვინიერებთ მერანს და თქვენ შეძლებთ გააკეთოთ ის, რაც თქვენმა წინაპრების თაობამ ვერ გააკეთაო და აი ამით მან ერთგვარად შეკრა კავშირი წინაპარსა და შთამომავალს შორის და გვასწავლა, რომ როცა გზა ასე გაგრძელდება, როცა ნებისმიერი ჩვენგანი თავის საქმიანობაში მიიღებს წინაპრისაგან გარკვეულ ღვაწლს, დამსახურებას, საქმეს და შემდეგ თვითონაც ეცდება ეს საქმე გააკეთოს, წინ წასწიოს და ასე გადასცეს მომავალ თაობას, როგორც ანდერძი სამოღვაწეო, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ვაჟამ სწორედ აი ეს ხაზი, პოეტური ხაზი, გვიჩვენა თავის ლექსში სიმღერა. გმადლობთ ყურადღებისთვის.